მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებ ვიდეოს ჩაწერას. ეს იქნება მეორე ნაწილი ვიდეოს გარჩევის, ჩემი ენალიზის სესიის გარჩევის და პირველი ნაწილი უკვე დევს, შეგიძლიათ ნახოთ. ეს არის მეორე ნაწილი, გავაგრძელოთ დაახლოებით იმ ადგილიდან, სადაც იქ გავჩერდი და გავაგრძელებ ჩემი დარიგებების დაკომენტარებას. ანუ ეს არის ჩემი ვიდეო, რომელიც მე ვითამაშე ენალიზი აჭარაზე და კარგით, უბრალოდ გავაგრძელოთ როგორც იმ წინა ვიდეოს გაგრძელება და ბევრი შესავალის გარეშე. სამიანები კი ბატონო, გადაყრა მერჩივნა. სწორად დავყარე ჩემი აზრით. უკან რეგულარიზის შესაბამისად არ იყო мотивация სამიანების დაკავების, მით უმეტეს გაზრდილი საიზინგით როცა არ აიზებს, ანუ 4 დიდი ბლაინდით როცა არ აიზებს პირველი პოზიცია ეს სწორად პირველი პოზიცია მოგეხსენებათ რომ ძალიან ისეთი არადინამიური პოზიცია, ძლიერი რეინჯი არ აიზებს მაგ პოზიციიდან. შესაბამისად დაყრა ჯობდა. ეხლა მეორე საკითხია, ვინ არის ოპონენტი, ვინც არ აიზებს, მაგრამ შეიძლება რეკრეაციული მოთამაშე იყოს, მაგრამ მიუხედავად ეს იმაზე ანუ საწინააღმდეგოზე არც ეს არ მეტყველებს რა. პირველი პოზიციიდან თუნდაც რეკრეაციული მოთამაშე გაზრდილი საიზინგით როცა არ აიზებს, თავისუფლად შეიძლება იყოს ძლიერი რეინჯი. კაროლთიანი MP-ზე კი ბატონო სხვადასხვა ფერის ფოლდია. რაც შეეხება ათიანებს ტრიბეთი ნამდვილად და საიზინგიც მომწონს რავი. ეს სტანდარტული ტრიბეთი სტანდარტული საიზინგით. მივიღეთ კოლი. რავი, 1/3 ალბათ ჩვეულებრივად სტანდარტული სიბეთი. ტოსვიდიანი small blind-ის წინააღმდეგ კი ბატონო, მან small blind-თან ტოსვიდიანი ეხა ამ გადმოსახედიდან უფრო ტრიბეთი მერჩივნა. ოპონენტს გააჩნია ძალიან, მაგრამ ზოგადად სხვადასხვა ფერის ტოსვიდიანი დასაკოლად უფრო იმდენად კარგი კარტი არა, რამდენად ტრიბეთისთვის რა. მე ჩეკს შეუტიე. ხო, ჩეკს შეუტიე ორჯერ რა. კი ბატონო რა, შეიძლება მეორე ბარალით შეიძლება 7-იანი რაღაც ეკვიტის მაძლევ და 7-იანი გული უბრალოდ. თერზე, თუმცა მეორე მხრივ, აი fold equity-საც შეეხება, აი ace high არ დაყარა ოპონენტმა და არა ace high რა გაგებით, ანუ king high flash-ი არ დაყარა რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ ზოგადად დიდი fold equity-ს აქ ვერ მივიღები, სავარაუდოდ ამ თერზე რა, flash-ი დაიხურა. იდეაში რა სავარაუდოდ მეორე ბარელი ანუ უაზრო იყო, შემდგომ დამეჩეკა. ტოზებით რავი, დიდი საიზინგით უნდა გააგრძელო მან აგრესია, ძალიან დინამიური ფლოპი. ხო. 2x-ზე არ მაქვს ეს დაყენებული როგორც ძალიან დავაყენე, მაგრამ მე გამომერთო და თავიდან ჩავრთ. კი ბატონო, შეუღერთ. ეს რეკრეაციული მოთამაშე შეიძლება იყოს თქო ზეგან თქვი და როგორც აღმოჩნდა არის კიდეც 250 დიდი ბლაინდი, ანუ 220 დიდი ბლაინდის ვექტორ სტეკებში დაუფუშა პრეფლოპზე. რაც შეეხება ტუზვალეთს, კი ბატონო, ტრიბეთია, ზოგადად ტრიბეთია, მიუხედავად გაზრდილი საიზინგისა, ალბათ მაინც ტრიბეთი ჯობია ტუზვალეთით. თუმცა მაინც ცოტა საფრთხილო სიტუაციაა. გააჩნია ხა, როცა ესეთ სიტუაციაში უკან მაგალითად რეკრეაციული მოთამაშე გიზის, ჯობია დაქოლო. თან იმასაც შემოუშვებ ხანდახან, თან მაინც გაზრდილი საიზინგია და გაზრდილი საიზინგების წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ ცოტა უფრო ტაიტად, ვიდრე თამაშობ ზოგადად რა. თუმცა არიან ოპონენტები, რომლებიც აი დიდი საიზინგებით, ანუ ისედაც დიდი საიზინგებით თამაშობენ, ანუ განაგაზრდილი საიზინგი აქვს, თუმცა ისედაც დიდი საიზინგებით თამაშობენ. ტრიბეთის ზომასაც შეეხება, ძალიან კარგი ზომა იყო 15 დიდი ბლაინდი.
დავარეიზე დიპსტეკების გათვალისწინებით საკმაოდ ნორმალურად და გაზრდილი საიზინგის ხო ეხლა ამ ოპონენტსაც შეეხება სავარაუდოდ ეს ამ საიზინგით თამაშობს ისედაც ასე რომ ტრიბეთიო კოლი მივიღე აქეთ 24-იანით დავიცავი ბლაინდი ალბათ მოიცა რა მოხდა მანდ არა UTG-ზე ხო ნუ გასაგები აქ მე აგრესიის გაგრძელების აზრს ვერ ხედავ დავჩეკავდი ხა აქ აუცილებლად აგრესიას გავაგრძელებდი ეს არის ტრიბეთ ბანკი და ძალიან ძლიერი ხელი მაქვს მიუხედავად იმისა რომ ბორდი ან ისე ჩეკი შეიძლება ოპოზიციო არა აქ პოზიციაში ვარ უკაცრავად აქ პოზიციაში ვარ სონლაინის და თამაშობ შესაბამისად ხო აგრესიას გავაგრძელებდი ან ოპონენტის ჩეკს შეუტევდი ჩვეულებრივად რა სტანდარტულად აქ მეორედ ალბათ აღარ გავალ დავჩეკავ სავარაუდოდ ტრიბეთის ქოლის რეინჯით ეხა ოპონენტი უკეთესად მოედო აქ ბორდს და შესაბამისად შეიძლება თავისთავად დავჩეკო ეს თერმი equity max საკმარის მეტი და რეალიზებას გავაკეთებ ამ შინახევარი მაინდის დაკოლასაც შეეხება მე არ ამგონია აზრი კონდეს არ ამგონია როდესმე ბლეფი იყოს ოპონენტთან დაიშალა ერთი მაგიდა და N50 მაგიდა დავიმოდე. უბრალოდ ისედაც გქონდა სხვა ეკრანზე და გადმოვიდა. თუზდამ აქ ვფიქრობ პოზიციოთ კოლით შეიძლება ბატონის ძაღლი და ფორბეთის აქ როგორც შევატყვი ხა უყრი და არა არ უყრი. კოლით შეიძლება ფორბეთის რა ესეთ სიტუაციაში მე სხვადასხვა ფერის ტუზდამით ძალიან მიყვარს ფორბეთის რეინჯი სხვადასხვა ფერის ტუზდამა. ჯერ ერთი იმიტომ რომ ძალიან აძლიერებს ასე ვთქვათ ფორბეთის რეინჯი აძლიერებს აგაგებით სხვადასხვა ფერის ტუზდამა რა სიძლიერია ანუ კარგი ფოლდეკვიტის ქნის რა კარგი ბლოკერებია თან სხვადასხვა ფერის ჰენდით უპოზიციო თამაში ტრიბეთ ბანკში საერთოდ არ არის ჩემთვის სასიამოვნო შესაბამისად მირჩენია რომ სხვადასხვა ფერის ტუზდამა შევიყვანო ფორბეთში საკმაოდ ასე ვთქვათ მრავალფეროვანს ხდის ფორბეთის რეინჯს რა თქმა უნდა ეს რაღაც ბლეფ ფორბეთი გამოვა კი ბატონო თან 12 კომბინაციაა სხვადასხვა ფერის ტუზდამა ერთი ფერის ტუზდამა შემეძლო დამიქოლა და ფლოპი მეთამაშა ფლოპი მეთამაშა და სხვადასხვა ფერის ტუზდამა გამეშვა ფორბეთში ნუ გასაგებია ფუში მივიღეთ გადავყრით არ არის პრობლემა საიზინგსაც შეეხება ფორბეთისას 9-ზე გადავარტყი 24 ნახევარი ნუ ცოტა დიდი საიზინგი გავაკეთე რა აი ესეთი 22 საკმარისი 22 ნახევარი საკმარისი იქნებოდა 22 რა დაახლოებით 22 ნახევარი ნუ შეიძლება გასაგებია ხა ფუში მივიღე ფოლდია ეს ტუზდამა შემეძლო ცოტა უფრო დიდი საიზინგი წამეყვანა პრეფლოპზე იმიტომ რომ ოპონენტი რეკრეაციული მოთამაშეა და თან ლიმპავდა და თან ტუზდამა საკმაოდ ძლიერი ხელია და შემეძლო რომ ცოტა დიდი საიზინგი მიმეცა მაგრამ რაც იყო იგი მაგასაც არ აუშავდა უპოზიციო თორსა ხარ ზოგადად ცოტა დიდი საიზინგები უნდა იხმარო რა ეგ უფრო გამართლებული იქნება მან 4 ნახევარი დავარეზე რავი თავისუფლად 5 ნახევარი შემეძლო ერთი შეხებით ამ რაღაცა ნახევარ ბლაინდს და ერთ ბლაინდს დიდი აზრი დიდი აღნიშნულობას არ ვანიჭებთ ხოლმე ესე პრეფლოპ გათამაშებებში მაგრამ აი პრეფლოპზე რომ ერთი ბლაინდით მეტი აქვს დარეიზებული და ოპონენტს ერთი ბლაინდით მეტი აქვს დაქოლილი მე აი ფლოპზე შესაბამისად 3-4-ს 1-3-ს რაღაცა ზომის ფსოს რო აკეთებ პოტი უფრო იბერება და ანუ აი რეკრეაციული მოთამაშის წინააღმდეგ რაც არის ჩვენი მიზანი რომ ასე ვთქვათ ძლიერი ხელით პოტი გავბეროთ და სტეკზე ვითამაშოთ ან საბოლოო ჯამში უფრო აადვილებს აი იზოლეით პოტში ასე ვთქვათ საბოლოო ჯამში თლიანი ჩვენი სტეკის ინვესტირებას პოტში რა ანდოს ვიდეოს მიდერ გადავყრიდი
კი რაღაც ესეთი საინტერესო ჩანს, მაგრამ ეხა ორი რეკრეაციული მოთამაშე სკვიზის აზრი მან ეგრე ძალიან პოტის გაბეროს აზრი არ აქვს. ერთი ცხრით და მეორე ცხრით კიდე უკან როცა რეგულარი გიზის კიდე ქოლს არა აქვს აზრი, იმიტომ რომ უკიდან ხანდახან სკვიზი წამოვა და მერე დაყრა მოგიწევს. კი ბატონო, კაროლებიც ნორმალური საიზინგია. ну მანდ სხვა გზა არ იყო, წავსულიყავი ფორბეტზე. ეგრეთ წოდებულ cold ფორბეტზე. ან როცა ეხა ბევრი რამ იხსნია ტერმინები ჩემს ვიდეოებში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ cold ფორბეტი არის ან აი ზოგადად cold როცა ახლავს წინ რაიმე ქმედებას ნიშნავს, რომ ანუ პირველად აკეთებ ასე ვთქვათ ბანკში თანხის ინვესტირებას რა. ანუ როცა აქამდე არ მიგიღია მონაწილეობა, მაგრამ cold call-ი არის, როცა უბრალოდ სხვამ დაარეიზა და შენ უბრალოდ დაქოლე. cold format-ი არის როცა ერთმა დაარეიზა მეორემ დაატრიბეთ და შენ მესამე ხარ ავტომატში ჯერ არ მიგიღია მონაწილეობა თამაში და ეხა პირველ ქმედებად აკეთებ format-ს, აი არის cold format. cold ტრიბეთს ეგრე არ მომავთხოვენ, იმიტომ რომ ტრიბეთი ისედაც იგულისხმება იდეაში, რომ ტრიბეთი cold ქმედებაა ისედაც. როგორც open raise-ი. ვინმე რომ გამხსნელი raise-ი, open raise-ი. არ იყო დიდი არაფერი დასაკომენტარებელი ხა მე მგონი, რაც ტერმინოლოგიაზე ვილაპარაკე ცოტა. ზოგადად მნიშვნელოვანია ტერმინოლოგია ვიცოდეთ, იმიტომ რომ ძალიან ამარტივებს პოკერზე კომუნიკაციას. საუბარს ამარტივებს ძალიან. როცა ზუსტად შეგიძლია გადმოსცე სიუჟეტი გათამაშების. აი check fold-ის მონიშნასაც შეეხება, არ გაუწევდი რეკომენდაციას. არ გაიმეოროთ იგივე. არსად არ გვეჩქარება პოკერს თორე თამაშობ. თუ გვეჩქარება კიდე ჯობია პოკერი არ ვითამაშოთ და რავი, წავით გავაკეთოთ სადაც გვეჩქარება. ალბათ ტუზების დარიგება ვნახოთ ერთი წუთი, single raise bot-ია, სავარაუდოდ კი ბატონო, მე დავარეიზე, ბატონზე ქოლი მივიღე. ნუ საშინელი ფლოპი მოვიდა, შეიძლება ითქვას. ნუ საშინელი და გაგებით, ნუ არ მოვიდა კაი ფლოპი. აი ამის cold call-ში ეხა რა თქმა უნდა არის პატარა წვილები, ანუ ამ შემთხვევაში არის უკვე სეტები. და ოხრივის ასრიტეები და ასე შემდეგ რა. კარგი. ნუ აგრესიის გაგრძელებასაც შეეხება. ესეთ დიდი საიზინგით აგრესიის გაგრძელება. არ მგონია აქ ვიზა შეწონილი იყოს. აქ პირდაპირ დავჩეკავდი მე ან 1/13 გავარძევდი. ძალიან პატარა საიზინგით გავარძევდი აგრესიას. ნუ დავჩეკავდი, სავარაუდოდ ეხლა რო თამაშობდი დავჩეკავდი. რეიზი ყველა ვარიანტში უნდა დავქოლო. თერნი უნდა დავჩეკო, რა თქმა უნდა. ეხლა უკვე თერზე სავარაუდოდ ქოლი მირჩევნია აქ, იმიტომ რომ რეიზით უარესი ჰენდების წამოყვანას ეხა აქ მე ვერ მოვახერხებ, ოპონენტს რო რაღაცა ის კონდეს სიტყვაზე კაროლათიანი ან რაღაც, თუნდაც კაროლ გულით ან დამაათიანი დამაგულით ან რაღაცა დაუშვათ უარესი ხელი, რომელიც ამ შემთხვევაში რაღაცა დამატებითი პოტენციალიც ექნება, ხო? ტოპ წყვილი რაღაც დამატებითი პოტენციალით, ან ფლეშ დროთი ან გაჩვენით ან რაღაც ეგეთ. მაინც არ ამგონია რომ აქ სტეკზე ითამაშოს, შესაბამისად აქ უბრალოდ დავქოლავ, იმედია. არა, არ დავქოლა. არა, ეს რეიზი არ მოწოს არანაირად. აქ ხა მივიღე ფოლდი, აი როგორ რამე იცი? ანუ უარესი ხელებისგან ყველაფრისგან ფოლდს მივიღებდი რა და იმ დამატებითი ექვითი რაც შეიძლება იმ უარეს ხელებს ქონდათ, საერთოდ არ მაშინებდა. რაც მინდოდა რომ აქ დავარეიზე ვერ ხვდები. ნუ მეორე მხრივ ხა პოზიცია არ მქონდა და გასაგებია რომ რივერზე ასე ვთქვათ ვერ მივიღებდი ოპონენტისგან კარგ ველიუბებს. ანუ მე ვერ გაუდონქავდი რივერსთან რაღაც ეგეთი. აქ უნდა გამეკეთებინა ქოლი, დამეჩეკა და რივერზე მივიღო გადაწყვეტილება ჩვეულებრივად რა. ოპონენტი თუ გააკეთე და მესამე ბარელს, ახლა დავქოლავდი თუ არა იმ მესამე ბარელს უნდა გადამეწყვიტა, ოკეი? რა რივერი მოვიდა და მაგაზეც იქნებოდა დამოკიდებული. ნუ აქ ხა ჩემ ჭუაში ალბათ თავი დავიცავი რაღაც ისეთი ხელებისგან, როგორც არის რაღაცა 6-იან, 5-იანი, 7-იან, 5-იანი რაღაც ეგეთ, მაგრამ ნუ არ უნდა შემშინებოდა ეგეთი ხელების, იმიტომ რომ მე ანუ გულებს უკლავდი, ანუ აუტებს უკლავდი. უკვე ეს ძალიან სუსტი მოდელიანი ხელები შეიძლება ქონოდა ოპონენტს აქ რამე, ან ძალიან ძლიერი მძახელები რა. შესაბამისად, ხო, აქ არ უნდა შემშინებოდა. უბრალოდ ვიფიქრე შეიძლება რომ ეხა აქ მე რომ დავქოლო და რივერი დავჩეკო, ოპონენტის დაჩეკავს თქო და ველიუს ვეღარ მივიღებ მეთქი და ტუზებით, მაგრამ
მერადოს მაგაზე ფიქრი იყო, ხშირად ძალიან უკან ვიქნებოდი, უბრალოდ სეტთან და ეგ იქნებოდა და რაც მინდოდა რომ წავედი სტეკზე, ხო? დაჩეკე და ნახე რივერი რა. ან მაგ რეიზით მე სავარაუდოდ უარესი ხელები ყველაფერი თითქმის დავაყრევინე ოპონენტსაც ქონა და უკეთესი ხელები კიდე თითქმის ვერაფერი ვერ დავაყრევინე. ეგ იყო და ეგ რა. რა უნდა მეკითხა მაგ რეიზის მერე რივერზე დავუშვათ ჩემი ტუზებით რა უნდა გამეკეთებინა, რომ ქოლი რო გაეკეთებინა ოპონენტს რა არ ვიცი. მიბული ვიყავი პოწე ყველანაირად. ნუ პრინციპში ეგეც მინდოდა რომ ქოლი გაეკეთებინა მაგდო, ანუ value raise გავაკეთე, მაგრამ ნუ გასაგებია. ეგეთი ძლიერი ხელი არ მქონდა რომ მან value raise გამეკეთებინა. არ მომეწონას ტოზების გათამაშება. რაც ეს წყნარი სესია დიდი არაფერი არ ხდება. ეს კაროლ ვალეტი მე ვარ აგრესორი ალბათ. ვალეტები გასაგებია რომ პირდაპირ სტეკზე თამაშობ. კი, მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ ესეთი მონსტრი მომივიდა ფლოპზე, მე აგრესიის გაგრძელება მაინც მომწონს. შეიძლება მოდებოდა რაღაც ოპონენტი თუ ვერ მოედებოდა კიდე და რავია, რას ვიზამთ, როცა ეგ ძლიერი ხელი მაქვს, მირჩევნია რომ თავიდან დავიწყო, თავიდან შევუტიო რომ იქნება რაღაც პოტი ავაშენო და რაღაც წესიერად დავაველიუბეთო ოპონენტი. თან ეგ ისეთი ბორდია ხა ვალეტ დამარო, მაგ ბორდზე თითქმის 100% შემთხვევებში გავდივარ და ეხლა რომ დავჩეკავ, მაგით ანუ რას მივახცე ვერაფერს. ნუ ვალეტიანით მომწონს ერთი ბლაინდის წინააღმდეგ შეტევა, მეორე ბარათს აზრია რა აქვს ჩემი აზრით. და 7-იანი გააწყვილა, ხშირად 7-იანი ოპონენტის რეინჯში ძალიან კარგად ხდება. ზოგადად ესეთი კარტი როცა მოდის, გაწყვილება როცა მოდის თერნზე. ხან შემთხვევაში 5-იანი ქონდა, მაგრამ ხშირად შეიძლება 7-იანიც ქონდა, ანუ უფრო ოპონენტს აძლიერებს ხოლმე მეორე და მესამე პარალელურად წყვილდება ვიდრე ჩვენ. მით უმეტესაც რეკრეაციულ მოთამაშეს ვეთამაშებით და მით უმეტესაც ეგეთი გათამაშების ხაზი აქვს, აი ძალიან სუსტი. კი ბატონო, კაროლოდი ვაგზელებთ, კაროლდამაც ვაგზელებთ. რავი. ზოგადად მე მიყვარს ესე ჩქარა თამაში, ცოტა ნევროზიანივით. ეხლა აქ თან 2x-ზე რო უყურებ ხა. ისედაც საერთოდ ჩქარა ვთამაშობ. რაც არ არის მაინც გამართლებული, იმიტომ რომ უნდა დაფიქრდე გადაწყვეტილებებზე. უნდა იფიქრო, ცოტა ლოგიკა უნდა ჩართო, შეიძლება რაღაცა ელემენტარული რაღაცა სიტუაციები, სადაც დიდი საფიქრალი არაფერი არ არის. ეს ნიუანსების დონეზე შეიძლება რაღაცები შეამჩნიო, რომ პატარ-პატარა, რაღაცა დამატებითი value ასე თქვათ, წამოიღო რა. როცა თამაშს ისე უყურებ. ზოგადად აი არის პოკერისტების კარიერები განსხვავებული, ანუ განსხვავებული მიდგომა აქვს პოკერისტებს თავიანთ კარიერებში. არის მიდგომა, როცა ძალიან ბევრს თამაშობენ მოთამაშეები არიან რაღაც რეიქ რეისებში, ასე შემდეგ. და მეორე, რომლებიც თამაშის რაოდენობაზე არ კონცენტრირდებიან, ცოტას თამაშობენ, მაგრამ თამაშობენ ხარისხიან თეორიაზე ბევრს მუშაობენ და თამაშობენ რაღაც აი მაქსიმუმ 6 მაგიდას, შეიძლება 4 მაგიდას, მაგრამ აი ყურადღებით ყველა დარიგებას, ასე თქვათ. ყველა დარიგებას აი რაღაცა ლოგიკურ მექანიზმში ცდილობენ რომ გაატარონ და ასე შემდეგ. აი ეს მეორე ვარიანტი ბევრად უფრო გამართლებულია ჩემი აზრით, ვიდრე პირველი, ვიდრე რაოდენობაზე თამაში. და შესაბამისად მაგას გავუწევდი მე რეკომენდაციას. თუმცა ანუ რა თქმა უნდა ეს ინდივიდუალურია, ეს პიროვნებაზეა დამოკიდებული. ეს ვალეტები აქ, როცა ნახევარ სტეკზე ხარ და ვალეტებით თამაში და უკვე ინვესტიცია გაკეთებული პოტში ხშირ შემთხვევაში შეიძლება მივხვდე კიდევაც რა, აი ხო უცებ ნახოთ ეგ დარიგება, აი. შეიძლება მივხვდე კიდევაც რომ უკან ხარ რა რაღაც მომენტში. მაგრამ
უკვე ისეთი თემა. თუნდაც ეხა აქ ხო აი ამ საიზინგით ოსდის აი რეგრაციული მოთამაშე უკვე ხვდები რომ ვალეტებით კარგ შემთხვევაში რაღაც კონფლიქტში ვიქნები ტუზდამასთან ტუზგაროლთან, მაგრამ ნუ უკვე რაღაცა ინვესტიცია მაქვს გაკეთებული და ნახევარსტექსზე რეკრეაციულ მოთამაშეს უნდა ეთამაშო მოგეს რა. უნდა იყოს შეგუებული წინასწარ იმას რომ ძალიან ხშირად იქით ნახავ იქ კაროლებსთან ტუზებს და დამებს, მაგრამ ხანდახან იქნება ცხიანები, 10-იანები. ზოგიერთი ესეთი ეგზოტიკური ჰენდებია ხოლმე რაღაცა ცხიანი, 4-იანი, 5-იანი და რაღაც ეგეთები. გააჩნია რა. მაგრამ აი ეს სამი ოპონენტის წინააღმდეგ ესეთი საიზინგის დის. ნუ სასიამოვნო ყოველ შემთხვევაში არ არის რა. ვალეტებით ეგეთი რეიზის ნახვა, იმიტომ რომ ძალიან დიდი საიზინგიც დიდეს, ხო? სკვიზავდეს აი ჩოლებრივი საიზინგი. კი ბატონო, დიდი სიამოვნით ვალეტებით მიდიხარ, მაგრამ როცა ესეთი რაღაცა მაპროვოცირებელი საიზინგი ის სამ ბლაინდზე, 3 ქოლერი როა და 8 ბლაინდს რო გადაარტავს, ხო? ძალიან ხშირად აქ უკან ხარ რა. ახლა ესეთი რაღაცების შემჩნევა ადვილია რა. თუმცა მაგდარიგებას ალბათ ეხაც ვითამაშებდი სტეკზე ვალეტებით. მაგრამ დიდი ენთუზიაზმის გარეშე. სარეცხი მანქანა მაქვს აქვე ახლოს ჩართული და ხმა თუ შემოდის უკაცრავად მაგისათვის ბოდიში ხდით. ხო, ჯერჯერობით მხოლოდ 1 საათი გავიდა, რაც ამ ვიდეოს ვარჩევ, თუმცა ის ბოლოსკენ მე აღარ არის იმდენად საინტერესო, როგორც მახსოვს. ნუ თუმცა არც მახსოვს, მაგრამ კარგად, მაგრამ რატომაც ეგრე დამამახსოვრდა, რომ მე რაღაც მაგიდები დამეშალა რაღაცა და ნახე 10-იანები. მოიცა აბა ნახოთ. ეს დარიგება. ნუ 10-იანები დავალეთე ჩვენად ქოლი. ნუ ცუდი ფლოპი, სადაც ძალიან დიდი საიზინგით ვაგრძელებ აგრესიას. აი ისევ ეს არის რა, ეს ავტოპილოტი თამაშის, ეს არის ავტოპილოტი თამაშის ცუდი მხარე. არ არის ეს ასეთი დიდი საიზინგით ჩაჭერა აუცილებელი რა. მან შეიძლება დაჩეკო საერთოდ. ნუ თერენი მივიღეთ 8-იანი, ორი ხრივი სასტრიტე მივიღე ერთის ხრივ რა. აქ მე გავიდოდი ახლა სიმართლე ვთქვა კიდე ერთხელ ან რა პატარა საიზინგით ბლოკმეტს გავიდოდი რაღაც 1/4-ს ან რაღაც ეგეც. უნდა გასულიყავი აუცილებლად. რაღაცებს უარეს ენდებსაც გადავახტევინებდი დაჟე. რაღაც ტუზ9-იანი თუ რაღაც ეგეთი რაც ტუზ8-იანი რაღაცა ეკნებოდა ოპონენტს, რაც ფლოპზე დაქოლა და შეიძლება თერზეც დაიქოლა. ჯერ ერთი ეგ და მეორე ერთი ის რომ მე დიდი ფსონი არ მიმეღო, მანდ ბლოკმეტი უნდა გამეკეთებინა აუცილებლად. ძალიან დასანანი დარიგება იყო. ორიანები ხო ფოლდია. მეთქი ვარეიზებდი მოვნიშნე თავიდან. მიწევდა ხელი. შესაძლოა ჩემ კარიერაში ძალიან დიდი ხანი UTG-დან, ანუ პირველი პოზიციიდან ყველა წყვილს ვარეიზებდი. ეგრე თამაშობდი. რავი, ადრე რეგულარებიც ეგრე თამაშობდნენ, ან პროფესიონალები ეგრე თამაშობდნენ და მაგათ ვიდეოებს და რაღაცებს რო უყურებდი, ხედავდი რომ ყველა პოზიციიდან, ანუ ყველა წყვილს არეიზებდნენ რა. ძველი ვოდებში, ვიდეოებში. მე რაღაც პერიოდში რაღაც სოლვერები რაღაცები რო შემოვიდა და აი დაიწყო ესაც დიდი ბაზების ანალიზი და რაღაცა მე გაირკვა რომ ეს პატარა წყვილები ძალიან უკუღმართი ქულერველი ვაქვთ პირველი პოზიციებიდან და ძალიან ხშირად სეტი ოვერსეტზე ხვდებიან და ნებისმიერი ფლოპის ნახვა სეტის გარდა რომ არ გაწყობს და ბევრი მინუსი აქვს რა ერთ მაგ ჰენდების გათამაშებას და პირველ მეორე პოზიციაში უკვე მოვიღეთ რა.
კიდე მაქვს ერთი ვიდეო, ჩემი ვიდეო ჩაწერილი, რომელსაც გავარჩევ. ზოგადად აი ვიდეოს გარჩევა ერთ-ერთი კარგი ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ვიტყვი, რომ ერთ-ერთი კარგი მეთოდია საკუთარ თამაშზე მუშაობის, საკუთარი შეცდომების შემჩნევის, განსაკუთრებით სხვა არჩევს შენს ვიდეოს, იმიტომ რომ ვიდეოს გარჩევა არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელშიც ძალიან ბუნებრივად ჩანს თამაში, ძალიან ბუნებრივად ჩანს ის ლიქები, რომელსაც მოთამაშე უშვებს რა და რაც აქვს გამოსასწორებელი მოთამაშეს. და ეს არის ცოცხალი თამაში. ბაზის ანალიზშიც ჩანს, ანუ როცა, მაგრამ ჩვენ ბაზები არ აქვს, ეგ არის მინუსი ჩვენი, ვინც ქართულ რომებში ვითამაშობთ. და აი NLC მაგიდან დავიმატე, სადაც ძალიან კარგი შემოდგენილობაა და სხვა შორის გვიან ღამით წერდი ამ ვიდეოს, აი 3 საათი ხა და შემჩნევია რომ მაგ დროს ეს NLC ზოგადად ყველა ლიმიტზე და განსაკუთრებით NLC 1-2 მაგი დაახოლე, მაგრამ აი ძალიან ისეთი გემრიელი სტეკებით არიან ხოლმე რეკრეაციული მოთამაშეები, ეთქო რაღაცა აი გადარჩენილის შეცდომა არის რა, ვინც მაგ პერიოდამდე მიაღწევს, უკვე დიდი სტეკით მიაღწევს რა, ეგეთი პონტია რა, სავარაუდოდ რავი, ხა ისევ ანგარიშობ ხა მე. אז გვიანობამდე ვინც თამაშობს, სავარაუდოდ იმიტომ რომ სტეკი მოხოდა ძალიან საკაიფოდ და ეხლა ცოტა დიდი სტეკებით არ ხედავ, მაგრამ აი ყოფილა ხოლმე რომ რაღაცა NLC ვთამაშობდი, ესე გვიანობამდე რომ შემორჩებოდი ხოლმე, ანუ აი შემჩნეული მაქვს რომ ჩემი ასე ვთქვათ შემოსავლები და პროფიტის ძალიან დიდ ნაწილს ჩემი სესიის გვიან ეტაპზე ვიღებდი ხოლმე რა. ანუ გვიან ღამე. როცა უკვე ნაკლები მაგი დაიმქვა ხოლმე და ღრმა სტეკებში მიწევდა ხოლმე რეკრეაციულ მოთამაშეებთან თამაში, ყველაზე შემოსავლიანი მომენტი ეგ იყო ხოლმე რა, ჩემი ასე ვთქვათ სესიის. დღისით როცა თამაშობ დღისით მაგალითად შემჩნეული მაქვს რომ რეკრეაციული მოთამაშეები ძირითადად ძალიან პატარა სტეკებით ხედავენ და ყველა რაღაცნაირი ესეთი რაღაცნაირი პატარა სტეკებით ზის რა ხალხი რა. როგორც წესი რეკრეაციული მოთამაშეები უმრავლესობა მინიმალური ბაინი იჭდება მაგიდასთან აჭარაზე ამ შემთხვევაში და რუმების უმრავლესობაში 40 დიდი ბლაინდია ეგ, ხანდახან ზოგიერთ რუმში 20 დიდი ბლაინდი. მე ნელ-ნელა რომ ისტეკებიან გვიან ღამე კაი სტეკებით არიან ხოლმე. ხო და ვიდეოს გარჩევაზე ვამბობდი რა. კარგი მეთოდია თქო. ანუ ბაზები ჩვენ არ აგვაქვს და ბაზის ანალიზიც კარგია რა, როცა სტატისტიკურ მონაცემებს აკვირდება ტრენერი, მაგრამ მაგას ახლა ჯერ ერთი კარგი სტატისტიკის ცოდნა ჭირდება. უბრალოდ აი სტატისტიკური პროგრამის ცოდნა, რომელიცაც ვიყენებთ პოკერში. მაგალითად ჰოლდ მენეჯერის ან რაღაც ეგეც. და მეორე ის მინუსი აქვს, რომ იქ მაინც აი რაღაცა იქო ფილტრით გადიხარ, ფილტრით პოულობ დარიგებებს და იქ რაღაცა სპეციფიკურ სიტუაციებს უნდა აკვირდე, ძალიან კარგად გამოდის, მაგრამ რაღაცა ისეთი ნიუანსები რო შეამჩნიო, რასაც აი ვიდეოში შეამჩნევ. ნუ ვარიანტი არ არის რა. აი პატარა პოტები, განსაკუთრებით რაღაცა პატარა პოტებში დაშვებული შეცდომები, იმიტომ რომ იქ რო სერჩავ ძირითადად ეძებ რაღაცა სპეციფიკურად ან დიდ პოტებს, ან ტრიბეტ პოტებს, ან ფორბეტ პოტებს, ან თუნდაც დარეიზებულ პოტებს, მაგრამ აი რაღაცა კონკრეტული ნიშნით ეძებ, ხო ყველა საერთოდ ხო არ ნახულობ ყველა დარიგებას და აქ კიდე ყველას ნახულობ, იმიტომ რომ ვიდეოა და ყველას ნახულობ. კი ბატონო, 10-იანებით ფუში მომწონს მანდ. ვახ. ვიდეო გამორთ ერთავს. მაუსი მაგ დაყენებული ანუ უკან გადაახვევა რა 5 წამით ლეფტი და რაღაც ხანდახან რატოღაც მაგ ფუნქციით არ იყენებს ხოლმე და სხვა ფუნქციით იყენებს და ანუ ის რაც აქვს თავისი ფუნქცია იმას აი ეს უკან გადაერთვა აქვს და გადამირთვა რაღაც სხვა ვიდეოზე. აი, ეხა 10-იანების დარიგებაზე მიდოდა მე თქვა. დავატრიბეთ ოპონენტი
small blind-დან დიდი საიზინგით, გაზრდილი საიზინგით დაარეიძა თვითონ დიდი საიზინგით დავატრიბეთე. რეკრეაციული მოთამაშეა სავარაუდოდ და მე უპოზიციოდ რა ხან ვარ. ხო, მიუხედავად რომ გაზრდილი საიზინგისა, სავარაუდოდ ათიანები საკმარისად ძლიერი ხელია და სიმეთი დამიქოლა ოპონენტმა და თერნზე უნდა მიიღო გადაწყვეტილება და ფუშავ რა, თერნს ვაოლინებ. კი, აქ შეიძლება ოპონენტთან თავისუფლად ხანდახან ნახო რაღაცა დამები სიტყვაზე, ანუ ვალეტები, მე არ გამიკვირდება, ისეთი დინამიური სიტუაციაა, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ათიანები საკმარისად ძლიერ ხელად მირჩევნია, მირჩევნია რაღაც და მიმაჩნია და ამ შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ ოპონენტს შეიძლება ქონდეს რაღაცა იქ 7-იანები, 8-იანები, ну, ხანდახან 9-იანებიც ექნება, ხანდახან ტუს 9-იანიც ექნება და ხანდახან შეიძლება უბრალოდ ფლეშ დროები ქონდეს. შესაბამისად, რახან ფლოპი დაქოლა, რახან ტრიმეტ დაქოლა, რახან ფლოპი დაქოლა, ესე იგი რაღაცა აქვს ოპონენტს და მირჩევნია რომ არ მიცე equity-ს რეალიზების შესაძლებლობა, დავაოლინო პირდაპირ. ვფიქრობ რომ აქ უარეს ხელებისგან ხანდახან call-ს მივიღებ და თუ დავაყრევინებ კიდე ისეთ ხელებს დავაყრევინებ, სადაც ჩემთან ძალიან ძლიერი equity აქვს. ეხლა აქ მაგალითად რომ კონდეს ოპონენტს რაღაც. უბრალოდ ორი overcard-ი რო ქონდეს, საკმარისი equity, ისე ბევრი equity აქვს ჩემს მიმართ, რაც საერთოდ არ მაქვს სურვილი რომ რივერი ვანახო რა დაახლოებით ეგეთი. მან ფსონს თუ აკეთებ უკვე all-in-ი უნდა გააკეთო რა, სხვანაირი ფსონს დიდი აზრი არ აქვს. all-in-ი მივიღე fold-ი. ну ხანდახან მან უბრალოდ დამიქოლოდა ვალეტები და იქნებოდა რა. მაგრამ ეგ უფრო იშვიათად მოხდებოდა ვიდრე ისაც მოხდა. ყველაფერი სტანდარტულად მიდის ჯერჯერობით. ისო გამურთე ვიდეო თავიდან ჩავთე 2x-ი არაა დაყენებული. მეც არ ვთქვი რა ხდება. აბა რამდენი ხანი გავიდა. უკვე ნახევარზე მეტი ვიდეო გავიარეთ რა. შვიდი ბლაინდი ოპერეიზი, 7-იანები. მე მგონი მან შესვლა შეიძლება რა სეტველიუზე კი, 3 ოპონენტი როცა შეიძლება. ნუ, რეიზი ყველა ვარიანტში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი fold equity შევქნი ამ რეიზით, ვიცი რომ ძალიან ხშირად აქ flash draw-ს ვეთამაშები და შესაბამისად მირჩენია რომ აქვე წავიდე სტეკზე. და რა მოხდა? ამ დროს ხო, აქეთ იყო ვალეტი. კი, აქ ვალეტებისგან fold არ ველოდებოდი რეკრეაციული მოთამაშეებისგან და აქეთ იყო flash draw და ორივე მითამაშა. სასიამოვნო ესეთ დარიგებები 7 ბლაინდი ოპერეიზის შემდეგ როცა 3 ქოლია და სეტს დაიჭერა. შეიძლება აქ ვინმე დაფიქრებულიყო მანდ რომ მე ხო არ დავქოლო და უკანა რეგულარიზის და იმას ხო არ ვაცადოო რა. იქნება იმან ოერწყვილით რამე რეიზი გააკეთოსო, მაგრამ მაგაზე ფიქრიც რომ ჩემი აზრით არ იყო. იმიტომ რომ დავქოლავდი და ძალიან ხშირად ისეთ რივერს ნახავდი რომ
რივერს თერს ნახავდი, რომელიც ან ფლეშს დახურავდა, ან რაღაც უბედურებას გააკეთებდა. პოზიცია მაინც მქონდა, კიდე შევა დაფიქრებულიყავი მაგრამ. ხუთიანები ხა ამ პოზიციაზე ზოგადად open race არ არის და მე რატომაც იზოლირება გადაწყვიტე ოპონენტის. ნუ გასაგებია ხო, ანუ ლიმპერის იზოლირება, რავი, შესაძლებელია, განა არ არის შესაძლებელი, მაგრამ მაინც პირველი პოზიციაა და აქ ფოლდია სავარაუდოდ ეს ხუთიანები. ფლოპი, სოლაინი კოლ-კოლი შემოვიდა, ფლოპი აქ რა თქმა უნდა გავაგრძელო აგრესია 1/13 სტანდარტულად. რატომაც დავჩეკე, ხო, ეს შეცდომა არის, რა თქმა უნდა გავაგრძელო აგრესია. ხა უკვე აღარ აქვს აზრი თამაშს. აქ კაროლები, სკვიზი, ყველა ვარიანტში. ნუ, ისეთი ფლოპი მოვიდა, რომლის დანახვაც დიდად არ გამიხარდა. ჩეკოლი, რავი, მან ბეტფოლდი უფრო მომწონს ვიდრე ჩეკოლი, ანუ მე თორე გავსულიყავი და უშუალო პოზიციოდ და თუ ოპონენტსგან რეის მივიღებდი დამეყარა. 6-იანებით შეიძლება დაქოლვა. კი ბატონო, აღარ ჩააჭირა ოპონენტო, თორე დამაყრებინა და ჩვეულებრივად მაგ კაროლებს რა. ბეტფოლდი ჯობდა. უზები ბატონზე. კი ბატონო. აქ აგრესიას ვაგრძელებთ სავარაუდოდ. საიზი კიდე 19-ანი დიდია. არ არის მაგ ხელა საიზიგით საჭირო, მაგრამ აგრესიის გაგრძელება ნაცვლეშ დროებს მე თვითონ ბლოკავ. თან კაროლიქსი ბორდი რო არის, ძალიან დიდი ფოლდექვითია და მან რავი, ჩვენოთ 1/13 და გავსულიყავი რა, ძალიან დიდად ჩავაჭირე. კი, რეკრეაციულ მოთამაშეზე თამაშები იზოლეით პოტია, მაგრამ რავი. რაღაცას ხონდა მოედოს, რო გადაიხადოს ანუ. ტუზათიანი. ისი მოფიქრება შეიძლება მან. დამავალეთი რავი, შეიძლებოდა კოლი კი არა და რეიზით შეიძლებოდა, მაგრამ მაინც კოლი ჯობდა ალბათ. იმ დარიგებს რომელსაც არ ვაკომენტარებ, უბრალოდ სტანდარტული სიტუაციებია და თორემ მოგხდება თვითონ თვალში ისეთი რაც გამომეპარა და საინტერესო იყო, ტაიმკოდი დამიტოვეთ აუცილებლად და შევხედოთ მე კომენტარებში რამე დავილაპარაკოთ. ტუხტიანი, კი ბატონო. შეიძლება დაყრა, ეგეთოს ჩვეულებრივად ტუხტიანის. კი, რაღაცნაირად აი გული კი მიწევდა, ეხლა მანდ გულმა კი გამიწია კოლისკენ. მაგრამ აიც არ არის რა კოლის შესაყვანად კარგი ხელი რა ეგ. იმით ეს ეგეთი 4 ბლაინდის წინააღმდეგ. დამასამიანი რავი, მან ჩოლო დაკოლა შემილია მეგონი, რაღაც ვფიქრობ. კი ბატონო, ქონდა ტუზი, მაგრამ მინტრიბეთის წინააღმდეგ ორი დამა, რა თქმა უნდა. ფორბეთი.
ხო, სიბეთი მომწონს, მაგრამ ძალიან დიდი საიზინგით არა, ცოტა პატარა საიზინგით გავიდოდი და აქ გადავყრიდი რა. კი, ფლეშ დრომა აქვს, მაგრამ მან ძალიან ხშირად ტუს ვეთამაშები, ძალიან ხშირად შევა ვაფშე კარგული იმას ეჭიროს და ვაფშე მკვდარი იყო. ეგეც შეიძლება. როცა ისეთი სიტუაციაა, რომ equity გააქვს იცი, მაგრამ აი იმის ალტერნატივა არსებობს, რომ შეიძლება საერთოდ მკვდარი იყო. არ არის ხოლმე რა მაინდა-მაინც სასიამოვნო თამაში რა. აქ სხვა ამბავი იყო. დოცხრიანით კი ბატონო. ერთი პატარა სტექს ვეთამაშებოდი, მოვეცოდი ნაცი სანაცე პოტენციალის ფლეშ დრო მქონდა. აქ ახლა 8-ჯერ რომ დაგიჩეკავდი, უნდა მოიბარო საერთოდ რა. მაგრამ როცა კინოს უყურებ, უბრალოდ მაგათ ეგ არ გახსოვს. აჰა. ცოტა ვიდეო ჩაწერა დავაპაუზე, ცოტა რაღაც არასაინტერესო მომენტები. გავიარესავით, რომ მოვასწრო ბოლომდე გასვლა ძალიან დიდი ვიდეო რო არ გამოვიდეს. ეხლა შემდეგი დარიგება ეს არის ტუსკაროლი, სადაც დავატრიბეთე ოპონენტი, 3 ბლაინდი ოფერეიზი, დიპსტეკები ვართ. და მივიღე ესეთი ფუში რა. და ძალიან არასასიამოვნო სიტუაცია დიპსტეკებში. ტუსკაროლი ხო და კი მიწევს აქ ხელი მახსოვს ეს დარიგება ვიცი დავყარე და კი მიმიწია ხელმა უცებ და დაქოლოსკენ რა რეკრეაციული მოთამაშეა მაინც და ფუშავს და ასე შემდეგ მაგრამ უბრალოდ აი სხვადასხვა ბერის ტუსკაროლი უფრო დასაფუშად ძალიან კაი ხელია მაგრამ აი ესეთი ღრმასტეკებში ფუშის დასაკოლად მithmetes აი რეკრეაციული მოთამაშის მხრიდან რომელიც საერთოდ პასიურია არ არის ნამდვილად სასიამოვნო კი ხანდახან შეიძლება ვნახო დამები ხანდახან შეიძლება ვნახო იქაც ტუსკაროლი მაგრამ აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში ჩემი აზრით იქნება ან ტუზები ან კაროლები და უბრალოდ წავალ ქვემოდან დიპსტეკებში რაც არ იქნება სასიამოვნო შესაბამისად მერჩინა რომ გადამეყარა და გადავყარე კიდეც კაროლ დამა 3 ქოლი მივიღე აქ open push-ი არის პატარა სტეკი რავი ერთი ფერის ტუსკაროლი არ არის ისეთ სასიამოვნო მაგრამ ქოლია მაინც რა ახლა უკან კი ძალიან ბევრი ხალხია და მაგრამ ერთი ფერის ტუსკაროლი მაინც უკვე არ მეშინია არაფერს ანუ უკიდან ზეგშენი რომ მოწესვინო ან დავქოლო ჩაოლებრივად ოპა და ფლოპზე დავიჭირე როიალ ფლეში ეს არ მახსოვდა ესეთი რამე შეიძლება კარიერაში პირველად მომივიდა არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში ფლოპზე როიალ ფლეში სავარაუდოდ არ მექნებოდა დაჭერილი კარიერაში ხალხი შორის რაღაც აქციები იყო ხოლმე ადრე აჭარაზე ფლოპზე თუ სტრიტ ფლეში ან როიალ ფლეში რაღაცა დაიჭედი რაღაც ბონუსი გერიცხებოდა ხოლმე და ხანდახან რავი 1000 ლარი იყო ხოლმე და ხან რაღაცა არასოდეს არ დამიჭერია ფლოპზე სტრიტ ფლეში დამიჭერია ახლა გამახსენებთ სტრიტ ფლეში დამიჭერია ფლოპზე მაგრამ აქციაში არა ისე პროსტა აქციის გარეშე რუიანებზე დავიჭირე მეგონი ვალეცხრიანით კაკაზის პერიოდი იყო როცა აქციები ტარდებოდა და ვიფიქრე მეთქი მეთქი აჭარაზე დამეჭირა მეთქი ეს სტრიტ ფლეში ხო და კიდე იყო ეგეთი რაღაცა ბედბით ჯეკპოტი იყო რა მეგონი ეხაც არის მეგონი არა ეხაც არის უეჭველი ევროპაში მაგრამ ეხა დიდი ფული აღარ თამაშდება ხოლმე რა ადრე ცოტა დიდი ფული თამაშდებოდა ხოლმე მაგ ბედბით ჯეკპოტში და ერთხელ მომივიდა ეგეთი რაღაცა რომ ერთდროულად თამაშობდი აჭარას და ევროპას აჭარას და ევროპაზე ანუ ერთდროულად გახსენი მაგიდები N50 თამაშობდი მაშინ და რაღაც ერთ რუმში რაღაც არ მიგროვდებოდა ხოლმე რა კარგი რაოდენობა მაგიდების და ორ რუმს თამაშობდი ეხაც ორ რუმს თამაშობ ხოლმე აჭარას და ლიდერს და მაშინ აჭარას და ევროპას თამაშობდი და აჭარა ბეთის მაგიდაზე წავაგე 10-იანებით მეგონი თუ 8-იანებით ეხა აღარ მახსოვს ზუსტად ანუ კარეზე წავაგე მეგონი 8-იანებით წავაგე 8-იანები იყო მეგონი მინიმალური ზღვარი თუ 10-იანები წავაგე აღარ მახსოვს ერთი სიტყვით ისე წავაგე რომ ანუ ფლოპზე წავედით სეტი ოვერ სეტზე თერნზე მე დავიჭირე კარე და რივერზე იმან დაიჭირა კარე რა და თან კაი დიდი უდარი წავაგე და პროსტა აჭარაზე მოხდა ეგ რა ევროპაზე რომ მოხდარიყო ბედბით ჯეკპოტი დამეცემოდა
და პირველი სეტი ორ სეტზე რო წავედით და რო დავინახე სეტი ორ სეტი, პირდაპირ იმას შევხედე მეთქი ეს აჭარაზეა თუ ევროპაზე თქო რა. დავინახე რომ აჭარაზე იყო და მე მოხდა ისაც მოხდა, რაც მოვყევი. ორივე რუმში ანუ შავი მაგიდები მქონდა დაყენებული, ანუ შავი ხო რა, შავი ფონი მქონდა ორივე რუმში და მაგიტომ შევხედე ევროპა იყო თუ აჭარა მაგას და ეგეთი ამბები. Bad Beat Jackpot-ი არ მაწყენდა ისე. თორედ კარიერაში რაღაც ეგეთი რო დაგეცემა და ცოტა წაკწევს წინ ბანკროლი თვალსაზრისით ძალიან მაგარი რამეა. ტურნირების მოთამაშეებს უფრო მეტი შანსი აქვს რომ მსგავს რაღაცებში გაუმართოთ, იმიტომ რომ თამაშობენ ყოველ სესიაზე, ეხლა ტურნირის მოთამაშეს მინიმუმ ერთი რაღაც დიდი ტურნირი მაინც აქვს ხოლმე, რომელიც რომ მოიგოს, ანუ აი კარიერულ ცვლილებებს გამოიწვევს ხოლმე მაგის კარიერულ ცვლილებებს მაგის კარიერაში ცოტა უშუალოდ გავაკეთე ფორმულირება, მაგრამ მივხვდით იმედი რასაც ვამბობ და ხო, თუმცა არიან ტურნირის მოთამაშეები, რომელსაც აი არაფერი მსგავსი რაღაცა დიდი კარიერული ეგეთი რაღაცა მოგება და ასე ვთქვათ best cash-ი ეგრე ეძახიან ხოლმე, არ ქონიათ და ეს სტაბილურად ნელ-ნელა პატარ-პატარა ტურნირებით მოიხოდნენ და gint cash-ზე ეს ბევრი ამბავია ეგრე, ანუ ყოველ შემთხვევაში მაგის იმედად და ასე ვთქვათ ხო რა მაგის იმედად არ უნდა იყო ადამიანი, ეგ ისეთი რაღაცა სასიამოვნო ბონუსივით არის რა, რაც შეიძლება მოხდეს უფრო ტურნირებში. გეგმა სხვა მიმართულებით რა ქონდეს დალაგებული ადამიანს რა. გეგმა რა ქონდეს დალაგებული მიმართულებით რომ ნელ-ნელა მოიხოდები და ზუსტად დაიცოდე როგორ და რანაირად და რა დისტანციით და რამდენი მეცადინეობით და როგორ და რანაირად. აი მან და ეხა ტუსამიანი გავლიმპე და ეხაც გავლიმპავდი სიმართლე რო თქვა, რეის მან არ ამგონია რამე აზრი ქონდეს საერთოდ რა. ცხიანებით დავიჭირე რა სიტუაციაში ხო ტრიბეთი სწორია რა თქმა უნდა ამ პოინტთან ახლა დიდი პრეისტორია გვაქვს უკვე ახლა ამ ვიდეოსაც უყურებთ და ვიცით რომ 4 დიდი ბლაინდი ამ ადამიანის ასე ვთქვათ ესეთი სტატიკური ოფერეიზის საიზინგია თითქმის 4 დიდი ბლაინდს არ ეიზებს და შესაბამისად არ ვერიდები და დატრიბეთებას მით უმეტეს დიფებში როცა ვართ ტრიბეთ ბანკში რომ მით უმეტეს აი თითქმის ფორბეთ ბანკის ხელა ტრიბეთ ბანკი რო არის და სეტს დაიჭერ ეს ერთ-ერთი მიზეზი არის გამოც პოკერს თამაშობს საერთოდ და ამ ხელას აიზგით არ უნდა გავიდე აქ არავითარ შემთხვევაში ცოტა შემცირებული 1/13 საკმარისი იქნებოდა ცოტა უფრო ნაკლებით შეიძლებოდა აქ რახან ქოლი მივიღე ხა უკვე მეორე ბარელი სავარაუდოდ მეორე ბარელი კი დამამოვიდა დამამ რაღაც აუ ახ ეს ამ ხელას აიზინგია ვიღეჭ არა დავჩეკე თუ რა გავაკეთე ვერ გავაკეთე დავჩეკე არ გავედი ხო ნუ მაგ ხელას აიზინგით გასვლას ალბათ ისე ჩეკი ჯობდა აუ რა საშინელი თერნი მოვიდა არა აქ ესე თერნი კი რივერი თერზე უნდა გავსულიყავი აქ 1/13 მაინც უნდა გავსულიყავ ნახევარ პოტ შეიძლება გავსულიყავ რაცი დაყრა მომიწევს ამ ცხრიანების მილიონი კაროლი აქვს მაგას რეინჯში ძალიან სამწუხარო რანაუტი მოგვივიდა. თუმცა ჩემი გათამაშების ხაზიც დიდად არ მოწონს. მაინც იგივე მოხდებოდა სავარაუდოდ. ფლოპზე ცოტა ნაკლები საიზინგით გავიდოდი, თერნზე ცოტა უფრო მეტი საიზინგით და რივერზე სავარაუდოდ ისევ დაყრა მომიწევდა და იქნებოდა. ეს არ ამართლებს იმ შეცდომებსაც დაუშვი. რომ სწორად რომ ეთამაშა იგივე მოხდებოდა, მაგრამ უბრალოდ ისე მაინც ალტერნატიული რეალობაა რო წარმოვიდგინოთ ეგეთ იქნებოდა რამდენი დარჩა მალე თავდება აბა რას გვეუბნება ჩვენი კაროლები რეიზი 2 ქოლი და ფლოპი ისეთი რომელსაც ნამდვილად არ ვისურვებდი მაგრამ 1/13 აქ მაინც გავიდოდი ამ ფლოპზე საკმაოდ კარგი ფოლდეკვით იყო მიუხედავად იმისა რომ ორი ოპონენტი იყო და თან შეიძლება რაღაც ველიუც მიმეღო რა იქ რაღაცა ცხრიანისგან ცალი ყვავისგან და რაღაც ეგეთებისგან აქ ეს ჩეკოლი გათამაშებას ყოველთვის აგრესიულად გათამაშება ჯობია მე თვითონ გავსულიყავი 1/13
აქაც საიზინგი ნამეტანია. ეს იგივე ოპონენტი აქეთ ვინც ის, ხო. ამ ოპონენტთან რაღაც დინამიკა მქონდა, ეხლა არ მახსოვს. რახან აქ რაღაც ეხლა თამაში უყურებ. რაღაც ვუტევ ისეთ სიტუაციებში ვუტევ, სადაც ზოგადად არ უნდა ვუტევდე და უნდა ჩეკავდე, მაგრამ ან უფრო ნაკლები საიზინგით უნდა გავდიოდე რა. ეტყობა შეჩერული მაქვს, რომ ძალიან უყვარს დაქოლვა და მაგიტომაც დიდი საიზინგებს არ ვერიდები რა მაგასთან, რა სავარაუდოდ ეგ თემა არის. და ათიანები კი ბატონო, მან ჩეკ ფოლდია. არა, ფოლდია არა, მაგრამ ხო, ნუ შეიძლება ჩეკ ფოლდი. რამდენიმე ოპონენტი თაკავს ზოგადად გიწევს უფრო სწორო ხაზზე უნდა თამაში ვიდრე სხვა შემთხვევაში ითამაშებდი რა. შეჯერებით ყველაფერი სტანდარტულადაა. დაიშალა ნელა მაგიდები აქ დავრჩი ერთგან ჰეძავში, ერთგან ტრიმაქსში. მალე ალბათ სესიას დავხურე და ხო. ზოგადად ეხლა როცა რეკრეაციულ მოთამაშეს არჩები ჰეძავში, შესაძლოა არ არის რომ ეთამაშო, მაგრამ ნუ ის ფაქტორი უნდა გაითვალისწინო, რომ ცოტა დისპერსია დიდი რა, ჰეძავში ძალიან ფართო რეინჯებით თამაშობთ, შესაბამისად შეიძლება უფრო დინამიური სიტუაციები წარმოიქმნა, სადაც მოგიწიოს ასეთი ცოტა მარგინალური ჰენდებით სტეკზე თამაში. და მე რეკრეაციული მოთამაშე უბრალოდ ადგილსაც ავიდეს, მაგალითად, რაღაც ჰიტრანს ეძახიან და დაგაჰიტრანოს რა. ერთი ათახში იად ხდება. ან ოვერბეტით ალბათ კი ბატონო, შეიძლება და ოვერბეტი. ფლეშ დრო იყო მაინც აცდენილი და მეთქი შეიძლება ფლეშ დროზე დაგწოს და გადაიხადოს რა. ნუ სტამიანი კოლია. და ჰეძავს კიდე ის მინუსი აქვს, რომ როცა ბერმაგიდას თამაშობდა, მათ შორის ერთი არის ჰეძაფი, მთელი ყურადღება იმ ჰეძავს მიაქვს ხოლმე რა. ჰეძაფერები, ანუ რეგულარები ჰეძაფის, როგორც წესი თამაშობენ რაღაცა 2-3 მაგიდას, შეიძლება 4 მაგიდას. მეც არა. და ნუ თუმცა რა თქმა უნდა არის გამონაკლისები, მათ შორის მაგალითად ისილდურ ერთი, რომელიც ნუ ხა ის პროფესიონალად არ ითვლება პოკერის სამყაროში, მაგრამ ძალიან ნიჭიერ მოთამაშედ ითვლება, რომელმაც თავის კარიერა, ასე ვთქვათ, თავის კარიერის ორგანიზება ვერ მოახერხა. ძალიან ისეთი მოკლე და ისეთი კარიერა ჰქონდა რა, ასე ვთქვათ. პოკერის ისტორიაში ძალიან დიდი კვალი დატოვა ეგეთი და ერთი პერიოდი, როცა პოკერსტარსმა გააკეთა ეს ისილდურის ჩელენჯი, ისილდური თამაშობდა 9 მაგიდა ჰეძაფებს 3 სხვადასხვა ოპონენტთან, მაგალითად, აი ეს რაღაცას ააკეთებდა და ეს 3 სხვადასხვა ოპონენტი იყვნენ რაღაცა აიზიკ ჰექსტონი და ვიღაც ეგეთები. ძალიან ძლიერი მოთამაშეები ანუ მაგის გამო. ზოგმა მოუგო, ზოგმა ვერ მოუგო, ანუ რაღაც რაოდენობა მეგონი 10000 დარიგება, 20000 დარიგება, უნდა მოგეგო ისილდურთან პლუსში ნაგემთავრებია და ეგ იყო ჩელენჯი რა და თუ მაგას გააკეთებდი, მე რაღაცას ჩუქინდა პოკერსტარსი რა, რაღაც ეგეთი ჩელენჯი იყო. ძალიან საინტერესო ჩელენჯი იყო, ბევრმა მოუგო, ოთაშორის ეხა ისეთი მაგარიც არ იყო ისილდური, ვიღაცაა მოუგეს. აი აიზიკ ჰექსტონმა ზემოხსენებულმა მოუგო მაგალითად. აი ესე მე უკვე ცოტა უფრო მოგვიანებით გაკეთებული ეგეთი ძალიან მაგარი ჩელენჯი, ესეთი ერთ-ერთ ამერიკულ პოკერ-რუმში ხდებოდა. ნუ რანითვანსზე რა, რანითვანსი ერქვა მეგონი მაშინ მაგ პოკერ-რუმს, ეხა ბეთრივერი ქვია. ფინგალფონდმა რო გააკეთა ეს ომაჰა იყო, ომაჰა ჰეძაფი რა. გალფონდ ჩელენჯი, სადაც ყველა ოპონენტს მოუგო გალფონდმა. მე ვილაპარაკებ მაგაზე. ეხა ის სხვა დონია გალფონდი. ისილდურთანაც უთამაშია ძალიან ბევრი ფილ გალფონდს და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სესია ფილ გალფონდის კარიერაში $1,100,000 სადაც დაამინუსა ისილდურის წინააღმდეგ იყო. რომელზეც ვიდეოც მიუძღვნა და ილაპარაკა YouTube-ზე. თუმცა, ნუ პლუს-ოვი სესიებიც ბევრი ქონია და საბოლოო ჯამში ისილდურთან პლუსში იყო რა თქმა უნდა.
მორჩა მე მგონი აქვს ჩვენი ვიდეო. შევხედოთ, მაგრამ 2 წუთი დარჩა, რამე საინტერესო თუ მოხდება და დავაკომენტარებ და მე მგონი აღარც უნდა მოხდეს რამე საინტერესო, იმიტომ რომ რაც არ მახსენდება. კაროლალეთი კი ბატონო. თერზე არ გავედი? თერნი დავჩეკე? ხო, არ არის საჭირო აქ დაჩეკვა. უნდა გახვიდეს ეს ორი ფლეშ დროდეს, რა თქმა უნდა, კი, ძალიან ძლიერი ხელია. ვითომ ვიფიქრე რომ დავაჩეკრეიზებდი ალბათ ან რაღაც ეგეთი, მაგრამ არა, უნდა გახვიდე ჩვეულებრივად, ანუ ძალიან დიდი საიზინგით, ანუ ოვერბეთი ან პოტბეთი უნდა გახვიდე ესე დროს. რეკრეაციულ მოთამაშეს ეთამაშები, ანუ რა შეიძლება შეჯამების სახით ითქვას? შეჯამების სახით შეიძლება ითქვას ერთადერთი ის, რომ მთელი ამ ჩემი სესიის მთლიანი საზრისი იყო ის, რომ უნდა ვითამაშოთ ცოტა უფრო ყურადღებით, ცოტა მეტი უნდა უყუროთ თამაშს და ცოტა უფრო დაფიქრებულად მივიღო გადაწყვეტილებები. რაც ისაც ვიცოდი, რა თქმა უნდა, წინასწარ ვიცოდი, მაგრამ ეხლა უკვე უფრო თვალსაჩინოდ დავაკვირდი თუ რა სიტუაციებში ვუშვებ შეცდომებს. სწორედაც უმრავლესობა შეცდომები, რაც ეხლა მე აქ თვალში მოხვდა ამ სესიის ყურებისას, იყო სწორედაც უყურადღებობის დამსახურება, უყურადღებობის რომ არ უყურებდი თამაშს უბრალოდ და რაღაცას ავტოპილოტზე რაღაცა კნოპკებს ვაჭერდი და რა ვეცდები გამოვასწორო. ვინც მიყურეთ, მადლობა და გირჩევთ თქვენს იმუშაოთ თამაშზე. ეს მინიმალურია, რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, რომ ჩავიწეროთ ვიდეო და საკუთარი ვიდეო ჩვენთან გადავხედოთ, ჩვენთან გავარჩიოთ. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა რომ მე გამომიგზავნოთ თქვენი ვიდეო და მე გადავხედო მაგას და მე შევაფასო და კარგით, აქ დაგემშვიდობებით. კიდევ აქვს ერთი ვიდეო ჩემი ჩაწერილი, რომელსაც ასევე გავარჩევ, იქ NL200-ის მაგიდებიც არის და რავი, ალბათ საინტერესო იქნება. კარგით, კარგად იყავით, წარმატებებს გისურვებთ.